de-Ivanishvilization or de-Ivanishvilization of Georgia. What does it mean, de-oligarchization? It means de-Ivanishvilization or de-Ivanishvilization of Georgia. ფორმულას ეთერში თქვენ უყურებთ 235 ეპიზოდს გადაცემის საკვირაში ერთხელ მიშა მშულაძესთან. 234 ეპიზოდის განმავლობაში ჩვენ არაერთი ჩაანალიზება გვქონია. მათ შორის ერთხელ ჩავაანალიზეთ დიდი ბრიტანეთი. ერთხელ კი სანქციები. დღეს გავაერთიანებთ ამ ორ თემას და მივიღებთ ბრიტანულ სანქციებს. სანამ იმ თემაზე გადავალ, რომელზეც ერთი სული გაქვთ, როდის ვილაპარაკებ? მოდი ცოტა შორიდან დავიწყოთ. ყველაფერი დაიწყო 2024 წლის დეკემბერში. პირველი მერცხალი ვახტანგ გომელაური იყო. მესმის რომ ვახტანგი და მერცხალი ერთ წინადადებაში არასდროს ქსმენიათ, მაგრამ დამიჯერეთ თვითონ ვახტანგს მერცხალთან ხსენება ერჩივნა ვიდრე სანქციას. ბრიტანეთმა ვახტანგ გომელაურთან ერთად დაასანქცირა სხვა ძალოვანი მაღალჩინოსნები: ალექსანდრე დარახველიძე, სულხან თამაზაშვილი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე ხარება და მილერი ლაგაზაური. ირაკლი კობახიძე გამოვიდა და დაამშვიდა დასანქცირებულები, რომ სანქციები არ მუშაობს. ყველას ღირსების მედლები ჩამოურიგა. ვახტანგ გომელაური ვიცე-პრემიერად დანიშნა. ცოტა ხანში გომელაური გაუშვეს და ხარებაც ზედ მიაყოლეს. ვახტანგი დროებით უმუშევარია. მალე ერთი წელი გახდება, რაც უმუშევარია. ნეტა CV-ში თუ უწერია, რომ 5 თვე ვიცე-პრემიერი იყო. ბრიტანული სანქციების შემდეგი ტალღა შარშან აპრილში წამოვიდა. ამჯერად მოსამართლეები მურუსიძე და ჩინჩალაძე დაასანქცირეს. მურუსიძემ მაშინ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი განცხადება გააკეთა. ბარათი დამებლოკა. მოსამართლეებს მალევე მიხვდნენ მართლმსაჯულების სისტემის სხვა მაღალი თანამდებობის პირები, გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი და სხვები. განამსხვების ჩამოსვლა მეზარება, უბრალოდ კაი მეზარება. თვითონ გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი, რომელიც 6 წლით აირჩიეს გენერალურ პროკურორად, რამდენიმე თვეში გადაიყვანეს გენერალურ აუდიტორად. საინტერესო რაღაც მოხდა მის დეკლარაციებში. ერთ წელს TBC-ზე აქვს $175,000 ანგარიშზე. სანქციების მერე შევსებულ დეკლარაციაში იგივე თანხა ნაღდი ფულის სახით აქვს. წავიდა გააკეშა. ქეში აქვს ახლა. მუშაობს სანქციები, არ მუშაობს. კაც იგივე თანხა აქვს, რაც ჰქონდა. მაშინ სანქციებს კინაღამ გადაყვა ქართული საბანკო სისტემა. საქმე ის იყო, რომ ლევან ვასაძესთან ერთად შარშან ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეს დასანქცირდა. ეროვნულმა ბანკმა ნათია თურნავას ხელმძღვანელობით ფარცხალაძისთვის გამონაკლისი დაუშვა სანქციების აღსრულების წესში. მაშინ ერთმანეთის მიყოლებით გადადგა ეროვნული ბანკის სამივე ვიცე-პრეზიდენტი და ლარმა გაუფასურება დაიწყო. უიო, შემოიკრეს თავში ხელი ქოცებმა და სანქციებს შეუერთდნენ. თუმცა ამასობაში ფარცხალაძემ მოასწრო გაქეშება. ცალკე ცირკია ამ კაცის ამჟამინდელი მდგომარეობა. ფარცხალაძეზე ძებნა გამოცხადებული და ის ამბობს, რომ წესიერ ქვეყანაში თავისუფალი სასამართლოს პირობებში ეს ასე არ იქნებოდა. განვაგრძელოთ ბრიტანული სანქციების ამბავი.
მოვედით 2026 წელს. იმედის და ლიბერთი ბანკის მფლობელმა ირაკლი რუხაძემ ლიბერთი ბანკის გაყიდვის სურვილი გამოთქვა. გაჩნდა ვარაუდი, რომ ეს სანქციების შიში იყო. მაშინ ირაკლიმ დაგვამშვიდა. ჩემი ყველა კომპანია აბსოლუტურად დაცულია სანქციებისგან. მე რომ დამასანქცირონ, მაინც დაცულია ჩემი ყველა კომპანია, მაგრამ სანქციები არ მემუქრება და არც მადარდებს, თორემ აქამდე გავყიდი ჩემს აქტივებს. მტკიცედ იდგა რუხაძე. აი, ჩემო ძმაო, თქო, გავიფიქრე მაშინ. ეს განცხადება ის იყო უნდა დამვიწყებოდა, რომ რუხაძემ იმედი 1000 ლარად გაყიდა. ოპა, რაღაცაშია საქმე, გავიფიქრე მე და ასე აგიხდეთ ყველაფერი. ამის პარალელურად ფორთოხლის მტყორცნელმა დეპუტატმა და პოსტივის 52%-ის მფლობელმა ვიქტორ ჯაფარიძემ თავისი წილი მართვაში გადასცა სხვას. არა, სანქციები კი არ მუშაობს, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის, ბარემ სხვა დაასანქცირო მაგის დედაცვათე რაღაც. ეგ ალბათ რა, ეხლა ეგრე ფიქრობს. აი, მგონი ყველაფერი რომ მზადა, იმ ამბავზე გადავიდეთ. აი, რო ელოდებოდით. კაი ბატონო, ბრიტანეთმა იმედი და პოსტივი დაასანქცია. ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით ორივე მაუწყებლის მიმართ ამოქმედდა აქტივების გაყინვა, დირექტორთა დისკვალიფიკაციის სანქცია და ტრასტთან დაკავშირებული მომსახურებების შეზღუდვა. სანქციები კი არ მუშაობს, მაგრამ ამ ამბის გამოქვეყნების დღესვე ირაკლი რუხაძემ და იმედის სამეთვალყურეო საბჭოს სამმა წევრმა საჯარო რეესტრს საბჭოს დატოვების მოთხოვნით მიმართეს. ახლა რომელ წინადადებასაც წაიკითხავთ ერთი სიტყვა ყველაზე საინტერესო და სასაცილო. აბა თუ მიხვდებით რომელი. რეესტრში წარგენ განცხადებაში ისინი განცხადების დაკმაყოფილებას დაჩქარებული წესით მოითხოვენ. დაჩქარებული. ებიჭო ჩქარა. ამ დაჩქარებული წესისთვის თითოეულმა 414 ლარი გადაიხადა. 414 ისე 4-ზე რო გაამრავლო, ორჯერ მეტია ლამის, ვიდრე ტელევიზია რამდენადაც გაყიდეს. გასვლაში მეტი გადაიხადეს, ვიდრე ტელევიზიაში. აი ეს. ისე 414 ლარი არ არის ძვირი. ჩემი აზრით ეს სერვისი გაცილებით ძვირი უნდა ღირ. რა 10,000-ებს არ გადაიხდიდნენ? მე დავამატებდი უფრო დაჩქარებულ სერვისსაც. ბულეტი. ჭადრაკის მოყვარულები მიმიხვდებიან. აი. დაუბრუნდეთ იმედის და პოსტივის დასანქცირებას. სანქციების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ იმედი და პოსტივი რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას განზრახ ავრცელებენ. ოფიციალური განცხადების მიხედვით აღნიშნული ტელეკომპანიები რეგულარულად ავრცელებდნენ ნარატივებს, რომელთა თანახმად უკრაინის ხელისუფლება და პრეზიდენტი არალეგიტიმურია. უკრაინა დასავლეთის მარიონეტია. უკრაინა კორუმპირებული სახელმწიფოა. უკრაინა და დასავლეთი საქართველოს დესტაბილიზაციას ცდილობენ. მეც ავდექი და გადავამოწმე პირადად და სიმართლე გითხრათ, იმედი ნიუსზე მსგავსი არაფერი შემხვედრია. სანქციების გამოცხადების მერე ქოცები აქოც ქოცდნენ. ზოგს ეწყინა, ზოგი გვაჯერებს რომ გაუხარდა. ნეტა აქამდე დავესანქცირებინეო, ზოგი ეგრე. ჯერჯერობით გამოკვეთილი რეაქცია არ შეინიშნება. კალაძე, ჩემთვის არაფერს ნიშნავს დიდი ბრიტანეთი რას მიიჩნევს და რას არა. განაცხადა სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გადართულმა კალაძემ. საცალე ბრიტანეთი.
სხვა შორის ეს პირველი შემთხვევა არა, როცა ბრიტანელების აზრი კახას არ აინტერესებს. ამბობენ თავის დროზე ჩელსისაც უარი უთხრაო. არა ეს ბრიტანელი პერენც უკაამინდი კახისთვის. იმედი და პოზიტივის ამბავს გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილიც. 25 თებერვალი დაემთხვა ამ დღეს. რუსული ოკუპაციის თარიღი. ამიტომ შალვამ ორივე განცხადება ერთში გააერთიანა. 105 წლის წინ რუსეთი თავს დაესხა ქართულ სახელმწიფოს. 105 წლის თავზე ბრიტანეთი ქართულ მედიას. ორი კურდღელი დაიჭირა შალვამ. ასეა თუ ისე თვითონ იმედში კარგად იციან რომ სანქციები პრობლემაა. ამიტომ ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, თუ ძალიან ცოტა ასეთი განცხადება გამოდეს. ჩვენ კარგად გვაქვს გაცნობიერებული მათი, ანუ ბანკების ბიზნეს საქმიანობისთვის მოსალოდნელი რისკები. ნამდვილად არ გვსურს დარტყმის ქვეშ დავაყენოთ რომელიმე მათგანი. ამიტომ საკუთარ ბანკს ხსნიან. იმედის ბანკი. ვაუ, რა კარგია. საკუთარი ბანკი თუ ექნებათ, ალბათ აიღებენ კრედიტს და იმ 500 მილიონს გადაიხდიან სახელმწიფო დავალიანება რომ აქვთ. არა? არ მინდა ამ თემაზე ბევრი ვილაპარაკო. ნახოთ, ჯერ დალაგდეს და გაირკვეს რაღაცები. ყველა ხუმრობას აქ ნუ მიმაფშვენებინებთ ახლა. იმედია, იმედის ბანკში მოსახლეობას გვექნება საშუალება დაბალ პროცენტებში ავიღოთ სამომხმარებლო და იპოთეკური სესხები. ამდენი წელია გვესმის, რომ ხაზარაძე ცუდია და ბანკები გვძარცვავენ. მე და ჩემი მეგობრები მზადყოფნას ვაცხადებთ, იმედის ბანკში გადმოვიტანოთ ჩვენი ყველა სესხი, თუ კი ღირსეულ პროცენტებს შემოგთავაზ. ახლა კი ამბები, რომლებიც შეიძლება გამოგჩენოდა. ოცნების აღიარების პოლიტიკის ფარგლებში თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარე დუნია გოზელ გულმანოვა ჩამოვიდა თბილისში. ამ მსოფლიო რანგის საპატიო სტუმარს ჩვენები დახვდნენ. იმედია აეროპორტიდან სასტუმროსკენ გზაზე საჭესთან დასვით. შეგახსენებთ, თურქმენეთში ქალებს მანქანის მართვა აკრძალულია. 700 მილიონი დოლარის გათეთრების საქმეზე დაკავებული კახა კოტორაშვილი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს. ანუ მორჩა, სულ ეგ იყო ძმებო, ვინ წაიღო გათეთრებული ფულიო? რავი, ან შავი ვისი იყო? რავი, მე რომ 700 ლარი გავათეთრო, გამიკეთებთ საპროცესოს. საინტერესო ამბები გვაქვს ფალსიფიცირებული პროდუქციის მოყვარულთათვისაც. დაკავებულია ორი პირი, რომლებმაც 140,000 ლარის ღირებულების უაქციზო არაყი შეინახეს და გადაზიდეს. კარგი ამბავი ისა, რომ უაქციზო არ ნიშნავს ცუდს. ანუ შეიძლება ნამდვილი არაყი იყოს, ოღონდ აქციზი არა აქვს რა. მე მოგიწოდებთ, რომ ალკოჰოლი არ მიიღოთ, ვარჯიში და სწორი კვება, რა თქმა უნდა, მაგრამ ეხლა თუ გამოუვალი მდგომარეობა და ასარჩევად იქნება საქმე, მე მაინც მგონია, რომ ჯობს უაქციზო, ვიდრე ფალსიფიცირებული. რავი, აქციზიან კანდელაკის სასმელებს ნაღდი, მაგრამ უაქციზო, არ ჯობს. ახლა კი სპორტი. ისეთი ამბებია ქვეყანაში სპორტზე დიდი ხანია აღარაფერი გვითქვამს. არა და იყო დრო მთელი ჩაანალიზება გქონია, მაგალითად ქართულ სპორტზე. როგორც პროსკანდინავიურმა გადაცემამ გვინდა ნორვეგიულ ბოდო გლიმტს ჩემპიონთა ლიგის მერვე ფინალში გასვლა მიულოცოთ. ჰეი. ანუ თქვენი წყალი გადმოგსპოდეს საკლუბო ფეხბურთში, ადამიანის უფლებებში, მშპ ერთსულ მოსახლეში, ბედნიერების ინდექსში, განათლების ინდექსში, კაცთა ჭადრაკში, პრესის თავისუფლებაში, კინემატოგრაფიაში, პოპ მუსიკაში, როკ მეტალში, მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობაში და, კაი, საშუალო სიმაღლეში. ამინდი, არ გვინდა, ამით ჩვენსაც დავიტოვეთ.
ახლა როცა ამ ეპიზოდს წერთ, კალათბურთში ვეთამაშებით დანიას და წარმატება ჩვენ ნაკრებს, კალათბურთით ჩვენ იჯობს. მართლა ყველაფერი ვიკინგების კი არ გვინდა. მხოლოდ ისინი რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ. გადავიდეთ გადაცემის მეორე ნაწილზე, ჩაანალიზებაზე. დღევანდელი ეპიზოდის ჩასაანალიზებელი თემაა ომის 4 წელი. 4 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი კიდევ ერთხელ დაესხა თავს უკრაინას. ამჯერად საქმის ბოლომდე მისაყვანად. უკრაინის როგორც სახელმწიფოს არსებობა უნდა დაესრულებინათ. თემის მიმოხილვას დემურ გიორხელიძის ლეგენდარული განცხადებით დავიწყებთ. დემურ გიორხელიძეს კითხეს 2022 წლის 24 თებერვალს. როგორ ფიქრობთ? 2-3 დღეში აიღებენ კიევს? დემური კი პასუხობს. 2-3 დღე არ ჭირდება უკრაინის დამარცხებას. 1-2 საათის შემდეგ 1-2 საათის შემდეგ უკრაინის არმია არ იარსებებს თავისი მოკავშირეების არმიებთან ერთად. ზუსტად ასე ფიქრობდა ვლადიმერ პუტინიც. ვინმეს არ გეგონოთ, რომ ვალოდია რომელიმე საშუალო სტატისტიკურ დემურ გიორხელიძეზე ჭკვიანია. ანუ დიდი თანამდებობა რო უჭირავს ადამიანს, გგონია რომ რაღაც იცის, მაგარია. თანამდებობის მაგია ქვია ამას. თანამდებობა არ ნიშნავს, რომ ტიპი რამის აზზეა. ქართველებს ეგარ უნდა გვესწავლებოდეს. 2022 წლის 24 თებერვლის დილას პუტინის 9 საათიანი ვიდეო მიმართვა გავრცელდა. ამ მიმართვაში ხუილო მისთვის ჩვეულ სტილში გვიყვებოდა გაყალბებულ ისტორიას, როგორ შექმნა ლენინმა უკრაინა, რომლისგანაც ამერიკის შეერთებული შტატები ქმნის ანტირუსეთს და სხვა სიგიჟეები. ევროპელი ლიდერები ზარ-ზარზე ახორციელებდნენ პუტინთან, თხოვდნენ არ დაეწყო ომის, თავაზობდნენ მოლაპარაკებებს, აფრთხილებდნენ მოსალოდნელ შედეგებზე, რომელიც ყველასთვის მძიმე იქნებოდა, მაგრამ პუტინს ადამიანურად, დიპლომატიურად რომ ელაპარაკები, ამას სისუსტე დაღიქვამს და უფრო გაყოყოჩდა. ეს მხოლოდ პუტინის პრობლემა არ არის, ზოგადად ყველა ეგრეა. გონიათ რომ წესიერად თუ ელაპარაკები, უნდა გადაგიაროს. ზრდილობას და შიშს ვერასხოვებენ ერთმანეთისგან. ამიტომ, რა თქმა უნდა, პუტინთან მოლაპარაკებების ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა და ომი დაიწყო. პუტინმა კარგად იცოდა, რომ 40 მილიონიან უკრაინასთან ხანგრძლივი ომი არახელსაყრელი იქნებოდა, ამიტომ დაგეგმეს ბლიცკრიგი. ძალიან მასშტაბური და ერთი შეხედვით ბრწყინვალე ოპერაცია დაგეგმა რუსეთმა. ჰოსტომელის აეროპორტში დესანტირება, კიევზე შეტევა, მთავრობის დამხობა და შემდეგ უკრაინა ვეღარ შეძლებდა წინააღმდეგობის გაწევას. ეს ოპერაცია უკრაინისთვის მოულოდნელობა აღმოჩნდა. რუსებმა შეძლეს აეროპორტის დაკავება და 2 ჯარისკაცები კიევის გარეუბნებშიც კი გამოჩნდნენ. ეს დიდი ფსიქოლოგიური დარტყმა იყო მოსახლეობისთვის. დესანტირების პირველ ტალღაში 30-მდე რუსული შეუმფრენი მონაწილეობდა, მეორე ტალღაში 200-მდე. რუსები უნდა გამაგრებულიყვნენ აეროპორტში და დალოდებოდნენ დახმარებას, რომელიც სატვირთო თვითმფრინავებით მოვიდოდა და ჩამოიტანდა მძიმე ტექნიკას. უკრაინელებმა დაიწყეს კონჩეტევა, თავიდან მცირე ჯგუფით. მალევე უკრაინელებმა აეროპორტში დამატებითი ჯარები გადაისროლეს. მათ შორის იყო ქართული ლეგიონი და სადესანტო მოიერიშე ჯარების ქვედანაყოფები. რუსული სატვირთო Il-76 უკვე ჰაერში იყო, თუმცა ბრძოლის გამო დაჯდომა ვერ შეძლო ჰოსტომელში და უკან გაბრუნდა. დაახლოებით 4 დღე გაგრძელდა აეროპორტისთვის ბრძოლა. ამ ბრძოლაში საოცარი თავდადება და პროფესიონალიზმი გამოავლინეს უკრაინელმა და ქართველმა მებრძოლებმა და ოკუპანტებს თავის გამჩენ პატრონი მოუწოდა. იმედია, როცა 10 წლეულები გავა და ისტორიკოსები დაწერენ ამ ამბებზე, ზუსტად ისე დაწერენ, როგორც აი ახლა ვთქვი. რეალურად აქ დასრულდა სპეციალური სამხედრო ოპერაცია. რუსეთს ჰოსტომელის აეროპორტის ბრძოლა რომ მოეგო და კიევთან გამაგრებულიყო, იყო გარკვეული შანსი, რომ მართლა ჩამოშლილიყო უკრაინა, მაგრამ საბედნიეროდ რუსეთი არაა ის ქვეყანა, რომელსაც ამ დონის ოპერაციის ჩატარება შეუძლია და არც უკრაინაა ის ქვეყანა, რომელსაც ასეთ ოპერაციას ჩაუტარებ. ეგეთი ოპერაციის ჩატარება როგორ უნდა? დაახლოებით 4 წლის შემდეგ ამერიკამ გვაჩვენა ვენესუელაში. და იმედია ირანშიც გვაჩვენებს.
ჰოსტომელის ოპერაციის ჩავარდნის შემდეგ პუტინს ჰქონდა ორი არჩევანი: A. გაჩერებულიყო, მომზადებულიყო უკეთ და მოგვიანებით ისევეცა და B. გაეგრძელებინა ომი იმ იმედით, რომ სადღაც უკრაინა ვერ გაუძლებს. რა თქმა უნდა, პუტინმა უდიდესმა გეოსტრატეგმა მეორე გზა აირჩია და აგერ უკვე მეხუთე წელი დაიწყო ანგრევს რუსეთის სამხედრო და ეკონომიკურ პოტენციალს. ამ 20 წელიწადში იყო ბევრი მნიშვნელოვანი მომენტი. ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტი იყო რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანის კრეისერ მოსკვას ჩაძირვა. უკრაინელების ნათქვამი რუსკი ვაენი კარაბლი, იდი ნახვი, ყველა გემმა თავისებურად გაიგო. ზოგი ნოვოროსიისკის პორტისკენ წავიდა დასამალად, ზოგი შავი ზღვის ფსკერზე. კრეისერი მოსკვა ფსკერისკენ წავიდა, სადაც მარტო ნამდვილად არ არის. 2 წლის წინანდელ ეპიზოდში ჩვენ ვთქვით, რომ რუსეთს ნახუიში ბევრად ძლიერი ფლოტი ყავს, ვიდრე თვითონ შავ ზღვაში. დღეს შეიძლება ვთქვათ, რომ ნახუიში 1-2-რად უფრო ძლიერი ფლოტი ყავთ, ვიდრე შავ ზღვაში და რაც დრო გავა, სულ უფრო გაიზრდება ეს უპირატესობა. როდესაც პუტინი დარწმუნდა, რომ უკრაინული სახელმწიფოს განადგურება აღარ გამოვა, რისთვისაც ომი დაიწყო, ეგ აღარ გამოვა, ახალი მიზნები დაისახა, ვითომ ეგ უნდოდა თავიდანვე ისედაც. ანუ 2022 წლის სექტემბერში უკრაინის 4 რეგიონი, დონეცკის, ლუჰანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქები რუსეთის სუვერენულ ტერიტორიად გამოაცხადა, რის აღსანიშნავადაც კრემლში საზეიმო მიღებაც მოაწყო. პუტინს იმედი ჰქონდა, რომ ამ 4 ოლქს სრულად აიღებდა და მერე ატომური ბომბით დაგვემუქრებოდა. რუსეთის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე თუ ემუქრება, ატომური ბომბის გამოყენების უფლება აქვს კანონით იქ რუსულით. შესაბამისად, ეს ტერიტორიებიც გააფორმა დე-იურე რუსეთად. ანუ იურიდიული ბუღალტერია შემოგტენა, რაღაცნაირი ბირთვული ბუღალტერია. იმავე წლის ნოემბერში უკრაინამ ხერსონის ოლქის დედაქალაქი, ქალაქი ხერსონი აიღო, დაიბრუნა. ხვდებით ხო, უკრაინას როგორ ადარდებს რუსეთი რა კანონს მიიღებს და რას გამოაცხადებს რუსეთის ტერიტორიად. რუსეთის კანონმდებლობით 4-ვე ოლქის ნაწილი დღემდე ოკუპირებულია უკრაინის მიერ. მეტიც მართლა რუსეთის ტერიტორიასაც დაცხო უკრაინამ რამდენიმე თვის განმავლობაში უკრაინას კურსკის ოლქი ჰქონდა ოკუპირებული. პუტინს ატომური არ უსვრია, მაგრამ ატომური შანტაჟის ახალ ლეველზე გადავიდა. უკრაინას ესროლა ორეშნიკი, რომელიც განკუთვნილია ბირთვული ქობინის წასაღებად. ანუ ეხა მარტო ტრუბა გესროლეთ, მაგრამ რო რამე ბირთვული ქობინის ჩადება ჩემი ძლიაო შიგნითო. არა და ბირთვული ქობინის წაღება ისკანდერსაც შეუძლია, რომელსაც რუსეთი ისედაც იყენებს ამ ომში, მაგრამ ამჯერად ორეშნიკით დაგვაშანტაჟა. ისკანდერით ხო არ გესროლეთ ატომი, ახლა ორეშნიკით არ გესროლეთ. ბირთვული შანტაჟის მიმართულება ამ 4 წლის განმავლობაში მედვედევს ებარა. ყველა დალევის შემდეგ მედვედევი იმუქრებოდა ატომით. სტატისტიკის მოყვარულებმა დათვალეს და 2022 წლის სექტემბერში მედვედევი 6-ჯერ დაგვემუქრა ატომურით. 2022 წლის ნოემბერში 5-ჯერ. რაც ცოტა უცნაურია, ნოემბერში უფრო ცივა, ლოგიკურად ბეჯერ უნდა დაელია ამას. 2023 წლის ივლისში მედვედევი 10-ჯერ დაგვემუქრა. 10-ჯერ დაგვემუქრა ატომის სროლით, რაც აცამტვერებს ჩემს თეორიას, რომ მედვედევი მხოლოდ დალევის შემდეგ იმუქრება ატომით. როგორ ჩანს, ფხიზელზეც იმუქრება, ან ლუდისტია, გაიგე და თბილ თვეებში მაგიტო იმატებს მუქარების რაოდენობა. ნუ მე არ მჯერა, რომ მედვედევს ლუდი უფრო უყვარს, ვიდრე არაყი, სიმართლე გითხრა. სტატისტიკის მოყვარულებს აქვე გეტყვით, რომ 2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის ივლისის პერიოდში არც ერთი თვე არ ყოფილა ბირთვული მუქარის გარეშე. მინიმუმ ერთი მუქარა ყველა თვეში იყო. ამ 4 წლის განმავლობაში დასავლეთის უკრაინისადმი მხარდაჭერა იყო ძლიერი, პოლიტიკურად, ფინანსურად და სამხედრო თვალსაზრისითაც, თუმცა ტვინს ბურღავდნენ ხოლმე. მარტო თავდაცვით იარაღს მოგცემთ, ტანკებს არ მოგცემთ, ავიაციას არ მოგცემთ. ავიაციას მოგცემთ, რაკეტებს არ მოგცემთ. რაკეტებს მოგცემა რუსეთის ტერიტორიაზე არ ისროლოთ. კაი, რუსეთის ტერიტორიაზე ისროლეთ.
რავი, ბოლოს აღმოჩნდა რომ ყველაფერი მისცეს უკრაინას, რაზეც ამბობდნენ არ მოგცემთო. რაც გვაფიქრებინებს რომ ეს განცხადებები მხოლოდ ბაყაყის ნელ-ნელა მოხარშვის სტრატეგიულ მიზანს ემსახურებოდა. ამიტომ კაი, ჯიგრები ხართ. თქვენ იარაღი მაიტად რაც გინდა დისწვით. რაღაც მომენტში რუსებმა და ქოცებმა ომში გამარჯვების იმედად ამერიკის არჩევნებში ტრამპის გამარჯვება დაისახეს. მოდი ვნახოთ ვიდეო, რას ვამბობდი 2 წლის წინ. ახლა რუსეთის და რუსეთუმეების მთავარი იმედი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებია. ბოროტების ბანაკში იმედი აქვთ, რომ ამერიკაში ტრამპი მოვა და კონფლიქტს გაყინავს. არ გამოვა ეგ ამბავი. როგორც ყოველთვის მართალი აღმოჩნდი ამჯერადაც. მოვიდა ტრამპი, ეცადა უკრაინა დაეთანხმებინა ტერიტორიების დათმობაზე, დახმარებაც გაუჩერა, პუტინსაც დაუგო წითელი ხალიჩა, ზელენსკიც აკაჩავა, მაგრამ ვერაფერს გახდა და ბოლოს მადურო მოიტაცა. რამე ხოლმე ექნა. გახსოვთ როგორ იზეიმეთ ქოცებმა ზელენსკის თეთრ სახლში დაკაჩავება? რა ქენით მერე? მოიგეთ ომი. დაათმობინეთ ტერიტორიების ზელენსკის, გაყინეთ. ბოლო დროს ტრამპის პოლიტიკა სასიამოვნოდ შეიცვალა. რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე მადურო სახლში წაიღო და ახლა აიათოლას მიადგა. აიათოლას თუ მიაყოლა, ჩემზე იყოს ფორმულას პრემია მშვიდობის დარგში. მიდი ჩემო ჟღალო მიმინო. ბოლომდე. რა თქმა უნდა, ფრონტზე ვითარება დღემდე მძიმეა. დიდი მსხვერპლის გაღება უწევს უკრაინას თავისუფლებისთვის, მაგრამ რა უნდა ქნას? აკეთებს იმას, რასაც ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ მთელი ისტორიის განმავლობაში. იბრძვიან გადარჩენისთვის. როდის დასრულდება ომი, როგორ დასრულდება? ეს არ ვიცი, არავინ არ იცის. ზუსტად ერთი რა ვიცი, რომ უკრაინა იქნება ძლიერი და უკრაინის მომავალი თაობები იამაყებენ იმით, რომ მათმა წინაპრებმა ზელენსკიმ და მისმა თანამებრძოლებმა სამშობლო შემოუნახეს. თუ მაინც და მაინც პროგნოზი გინდათ, გეტყვით 2026 წელი იქნება უმძიმესი რუსული ეკონომიკისთვის. დანარჩენს ნახავთ ერთად. გამარჯვება უკრაინას, გამარჯვება საქართველოს, დიდება გმირებს. სულ ესაა რა დღეისთვის მინდოდა მეთქვა. შევხვდებით მომავალ შაბათს ფორმულაზე.